მაინც გაგვექცა მახაჩევი 77 კილოგრამში, არა და გადაცემა უნდა დამეწყო მაგისი ნოკაუტით, მაგრამ ნუ რა ვქნათ, გაიქცა. მაგრამ ამ ნოკაუტს მაინც გადავხედავთ კიდევ ერთხელ. Shot by Martins. It is all over. UFC, where men are made, not born in peace, but war and blade. They built their names with sweat and blood. No shortcuts here, just pain and mud. It's cage, don't lie. არა უშავს, ადრე თუ გვიან ისლამ მახაჩევი აუცილებლად გადაეყრება ილია თოფურიას, ნუ თუ არ დაასრულა იქამდე კარიერა, იქამდე კიდე დანა ვაიტმა ოფიციალურად დაანონსა უმაგრესი ბრძოლები. ილია თოფურიას ბრძოლას დაანონსა, ასევე ჰამზატ ჩიმაევის ბრძოლას დაანონსა, ისლამის ბრძოლას დაანონსა და 1-2 სიტყვა თქვა ჯონ ჯონსზეც. მე ეს ყველაფერი თქვენთვის გადავთარგმნე და მოდით შევხედოთ რა სიძახის დანა ვაიტი. მოდით დავიწყოთ. მოქმედი ჩემპიონი მსუბუქ-წონაში ისლამ მახაჩევი ადის ზევით 77 კილოგრამ დივიზიონში და შეხვდება ჯეკ დელა მადალენას. თუ ისლამი ავიდოდა ზევით და იქ შეხვდებოდა ბილალი, ის იქნებოდა ფავორიტი 5-1-თან. მადალენასთან კი ბუკმეკერები თანაბარ ფსონებს გამოდიან. ისლამი ნამდვილი ცხოველია. ჯეკმა კი მოიგო შეხვედრა და ეს ბრძოლაც მიიღო. ამ შეხვედრის თარიღებს სულ მალე მოგახსენებთ, მაგრამ იცოდეთ, ეს ბრძოლა შედგება აუცილებლად. UFC 317 საერთაშორისო საბრძოლო კვირეული 28 ივნისი T-Mobile არენაზე ლას-ვეგასში. ყველა მიცის, რომ ილია დაუმარცხებელი ჩემპიონია 16-0, რომელმაც გაანთავისუფლა ტიტული 66-ში, სადაც დაანოკაუტა ვოლკი და ჰოლოვეი. ეხლა კი ის ადის 70-ში და შეხვდება ამ წომის ყოფილ ჩემპიონს ჩარლზ ოლივერას ვაკანტურ ტიტულზე. ეხლა კი UFC 319 ჩვენ ბრუნდებით ჩიკაგოში 16 აგვისტოს, სადაც არ ჩაგვიტარებია შეჯიბრი უკვე 6 წელია. აქ მთავარ ბრძოლაში საშუალო წონის ჩემპიონი დრიკუს დუპლესი დაიცავს თავის ხამარს ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ. დუპლესიმ ბოლო 4 შეხვედრა მოუგო ყოფილ ჩემპიონებს შონ სტრიკლანდს, ისრაელ ადესანიას, რობერტ ვიტიკერს და მას 7 წელი არ წაუგია. 23 შეხვედრიდან მან 20 ფინიში დაასრულა და ეხლა ის შეხვდება დაუმარცხებელ ჩიმაევს, რომელსაც რეკორდი აქვს 16-0. ეს იქნება სასწაული ჩხუბი, რომელსაც თქვენ ყველანი ასე ელოდით. აბა რა სიტყვით, იმედია ყველა ბედნიერია. ჯონ ჯონსი იჩხუბებს. ეს ბრძოლა მძიმე წონაში შედგება, არ იდარდოთ, მალე გამოვაცხადებ. აი ასე გაგვახარა დანა ბიძიამ თავისი ანონსით 2025 წელს. ეს წელი იქნება განსაკუთრებული UFC-ის ისტორიაში, იმიტომ რომ ესეთი უმაგრესი მებრძოლები ერთად ერთ წელიწადში, აი არ ვიცი, როდის მოხდარა ესეთი რაღაცა, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და რაც თავარია ამ ყველაფერში არის ჩართული ჩვენი ქართველი ბიჭები, რომლებიც ტიტულზე იბრძოლებენ. ეს არის უდიდესი მიღწევა საქართველოსთვის. 7 ივნისს მერაბ დვალიშვილი მეორეჯერ შეხვდება სატიტულო ბრძოლაში შონომელის და გაინტერესებთ რას ვფიქრობ მე რა მოხდება ამ ბრძოლაზე? კი ბატონო, აი წინა ბრძოლას ხო უყურეთ? ხო და აი წინა ბრძოლიდან აიღეთ მერაბას დომინაცია და გაამრავლეთ ორჯერ და ზუსტად ესე დასრულდება ეს შერკინებაც. ბუკმეკერებმა წინა ბრძოლაში ანდერდოგად დასვეს მერაბ დვალიშვილი, ეხლა კიდევ ანდერდოგი არის შონომელი. ასე რომ შონომელის უზიარებ ამ წუხარებას, მერაბ დვალიშვილს კიდევ წინასწარულოსავ ამ გამარჯვებას. ილია თოფურია, ჩარლზ ოლივერა, როგორ არ მინდოდა ეს მებრძოლები ერთმანეთს შეხვედროდნენ, მაგრამ რა ვქნათ, UFC-მ ესე გადაწყვიტა ისლამ მახაჩევმა მოხია სხვა წონაში და ისე ოლივერა არის ნამდვილი ლეგენდა. ის არის ზოგადად კაი ადამიანი არის და მასე ვიდეო მაქვს გაკეთებული, ნახეთ და დარწმუნდებით ამაში. რაც შეეხება ამ შეხვედრას, ჩემი აზრით მთელი ბრძოლა ოლივერა ეცდება ილიას დახრჩობას. ამ ბრძოლის დასრულების ორი ვარიანტი არსებობს. პირველი ვარიანტი და რომელიც უფრო ჯერა რომ ესე მოხდება, რომ პირველი ან მეორე რაუნდში ილია თოფურია დაანოკაუტებს ოლივერას და მეორე ვარიანტიც არსებობს, სადაც ოლივერა არ მისცემს ილიას დგომში ბრძოლის საშუალებას და იძულებული გახდება თოფურია გადავიდეს მიწაზე, სადაც რამე საბმიშენით დაასრულებს აუცილებლად ამ შეხვედრას და წინასწარ ილია თოფურიასაც ულოცავ ამ გამარჯვებას და ამ ახალ ჩემპიონობას ახალ წონითი კატეგორიაში. რაც შეეხება ისლამს, მას ზუსტად ორი ბრძოლა ჭირდება რომ მოიგოს და გახდება UFC-ის რეკორდსმენი მოგებების სერიაში. UFC-ის ისტორიაში ამდენი სერია მოგებების არავის არ დაუწია და აი ზუსტად ცდილობს ისლამი ამის გაკეთებას, მაგრამ რაც შეეხება მადალენას, ჩემი აზრით მადალენას ის ძალიან ადვილად გაივლის, უბრალოდ მე ვერ ხვდები ბილალმა როგორ წააგო მადალენასთან, საერთოდ არ ჭიდაობდა, დადგა და ჩეხაობდა მოკრივესავით, ისეთი შაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს ტიპმა სპეციალურად წააგო ეს ბრძოლა, არა და სპეციალურად როგორ უნდა აცემინო ადამიანს თავი მე ვერ ხვდები. მოკლედ არ ვიცი მან რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ისლამი მადალენას უეჭველი ძალიან ადვილად მოუგებს. აი მე რა ხდება ისლამის კარიერაში, ეს არის ძალიან
საინტერესო, იმიტომ რომ ერთი ბრძოლა ექნება დარჩენილი თუ მან მოიგო მადალენასთან და გახდება რეკორდსმენი. ამასობაში თუ ილიამ მოინდომა და 77 კილოგრამში ააკითხა, მერე რა ხდება? მისი ოცნებები დასრულდება მთლიანად. არ ვიცი რა მოხდება, არ გავუსწროთ მოვლენებს წინ კიდევ ერთი უმაგრესი ბრძოლა გველოდება დუპლესის და ჩიმაევს შორის. ეს იქნება ძალიან მაგარი ომი და მაინტერესებს დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ, როგორ დასრულდება ეს შერკინება. მე ჩიმაევზე მაქვს გაკეთებული ვიდეო, მისი ყველა ჩხუბი მაქვს განხილული, ნახეთ, შეგიძლიათ შეაფასოთ და დუპლესიზე ჯერ არა მაქვს ვიდეო გაკეთებული და უახლოეს მომავალში ვაპირებ მასეც გავაკეთო და მე შევადაროთ ეს ორი მებრძოლი ჩხუბებში და გამოვიტანოთ მათზე განაჩენი. დღეისათვის სულ ეს იყო, დაწერეთ თქვენი პროგნოზები მომავალ ამ უმაგრეს ჩხუბებზე, მე კიდევ ამით გემშვიდობებით.